სანამ ვიდეო დაიწყება, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რომ პირველი ნაწილი გავარდა და რა ვიცი, ცოტა ვიზიტებიც ააგროვა თამაშმა. ხოლო ეს არის მეორე ნაწილი, სადაც ვცდილობ, რომ გავაკეთო Roblox-ის თამაში 1 საათში. ხო, ისევ იგივე თამაშს ვაკეთებ. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს თამაში იღებს განახლებას რა მოკლედ და თამაშის ლინკი იქნება აღწერაში და გადადით. მოდი ახლა კი დავიწყოთ. როგორც ხედავთ, ვიდეოს გარეთ თამაშს ლოგო და ბანერი დავუყენეთ რა, მოკლედ ახლა განახებთ. ნუ ხო, სამ დავიწყებთ, მოდი ვიზიტები და ყველაფერი გადავამოწმოთ რა. 7 ვიზიტი დაწყებისთვის, ნუ ისე რა არის, 2 ფავორიტი, რა თქმა უნდა, მეც დავადე ფავორიტი და 1 ლაიქი. მოკლედ ძალიან გთხოვთ, ვინც ამას უყურებს, გადადით და დაალაიქეთ ეს თამაში, რადგან ძალიან მინდა ამ თამაშის მოხატვა, ძალიან კარგი გიგმები მაქვს ამ თამაშისთვის. მოდი ახლა სანამ თამაშის შესვლას დავიწყებთ, გადავიდეთ და ვნახოთ ვინ რამდენი ხანი ითამაშა. როგორც ხედავთ, დავარდით და 7 წუთი არის ყველაზე მაქსიმუმი. ეს კარგი სულაც არ არის, რადგან თამაში უნდა იყოს გასართობი და არა მოსაწყენი. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ყველაზე მაგარი აპდეითი გამეკეთებინა. ნუ დღეს ამ თამაშისთვის 1 საათში ვაპირებ, რომ გავითვალისწინო ყველა კომენტარი და შევასრულო ყველაფერი. ასევე main menu დავაყენოთ, კიდევ ახალი მუსიკა და ახალი game mode, RNG game mode და game pass-იც ასევე. მოდით ტაიმერის დაყენებით დავიწყოთ რა. ნუ პირველი ის არის, რომ გავითვალისწინოთ კომენტარები. 2 კომენტარი გქონდა იმ ვიდეოზე, რომლებიც იზახდნენ, რომ მეიზი იყო გაბაგული რა. ამიტომ ტელეპორტი მარტო 1 სლაიდიანი უნდა გავაკეთოთ, ვაფშე გრევორკი უნდა გავაკეთოთ რა, მოკლედ. ანუ როდესაც მეიზ გაევლით, გაჩნდებით საში და უნდა გადმოხდეთ თქვენ. პროცესი მოსაწყენი რო არ იყოს, ავაჩქარებთ თან ძალიან და რა ვიცი, მე ბოლოს შედეგებსაც განახებთ. როგორც ხედავთ, ვაკეთებდი ტელეპორტერის დაფიქსვას, დაიფიქსა უკვე, თუ გინდა დატესტოთ, გადადით ლინკზე და ნახეთ. ეხლა ასდამჩენია არის ის, რომ საში გამჩენი ტელეპორტერები გადავაადგილოთ რა ერთმანეთს, რადგან შეეტყობებულები არიან ერთმანეთთან. აი ამაში გავიყონეთ უკვე 6 წუთი, რაც ძალიან კარგია, რადგან დროში ვეტევით. აი ახლა ვაპირებ, რომ პირველი game pass-ი გავაკეთო, speed-ის game pass-ი, რომელიც მოგცემთ სიჩქარეს. ნუ პროცესი ავაჩქარე და მანამდე ასევე გეტყვით, თუ როგორი game pass-ი იქნება რა. ეღირება 15 Robux-ი, იქნება speed coil game pass-ი, ასევე სხვა ქვეყნებში ეღირება 25 Robux-ი რა. აი ეს არის ბოლო შედეგი, როდესაც შეხვალ თამაში. რადგან მე შემქმნელი ვარ, game pass-ი უკვე მაქვს, მაგრამ შოპში რო გადახვალთ და ხვდებათ აი ეს. და მიიღებთ speed coil game pass. ფასიც ძალიან იაფი გავაკეთე, რადგან სხვა თამაშებში ძალიან ძვირი იღებს რა. ეხლა ვგეგმავ, რომ main menu გავაკეთო და განახებთ პროცესს. ამასობაში game pass-მა იმაზე დიდი დროს აიღო, ვიდრე თქვენ გონიათ რა. აი მეგობრებო, დასრულდა უკვე main menu, ძალიან მაგრა გამოიყურება და ეხლა განახებთ თუ როგორ გამოიყურება ის. დროში ხვალთ ასე დაგხვდებათ მოკლედ. ამის გაკეთება ძალიან მინდოდა მეგობრებო პირველივე ნაწილში, რადგან ყველა თამაში აქვს main menu, მაგრამ დროში ვერ ჩავეტიე პირველ ნაწილში. და ხო, სეტინგები დავამატე ტროლისთვის, სეტინგები ვაფშე არაფერს არ აკეთებს მოკლედ. რაც ამ დროში დაგვრჩა არის ის, რომ დავამატოთ ახალი game mode. აი ამ შემთხვევაში ძალიან ცუდი იდეა მაქვს, მაგრამ კოდი უნდა მოვიპოვრო რა, მაგრამ ბოლოს გაპიარდება loading screen-ზე. თუ ვისგანაც ავიღე ეს თამაში,
ნუ ავაჩქარებ ახლა პროცესს, მაგრამ სანამ ავაჩქარებ, მინდა გითხრათ თუ რა game mode-ის დაკოპირებას ვაპირებთ. ვაპირებ, რომ solo nugget game mode გავაკეთო, ვინც არიცით, ატრიალებთ, გემბლინგობთ და მაგით შოვრობთ აურას, რაც უფრო მაღალი აურა გაქვთ, მით უფრო მაგარია. აი ამ game mode-ის დამატება იქნება ძალიან ჭკვიანური, რადგან მოთამაშეებს მიზეზი ექნებათ, რომ დარჩნენ თამაშში და აურები აიღონ. აი მეგობრებო, როგორც ხედავთ, მოდში როგორც იქნა და ეხლა განახებთ თუ როგორ მუშაობს. ნუ როგორც გითხარით, ესეთი loading screen დახვდებათ, რადგან ამის სკრიპტი გამოვიყენე. აი როგორც ხედავთ, ძალიან მაგრა მუშაობს. Extreme Shine-ს ავიღებ ეხლა და განახებთ როგორი აურა არის, რა მოკლედ. აი ესეთი ლამაზი აურაა. ნუ ხო, maps ცოტა მოვლისთვის შევცვლი, რადგან ძალიან ცუდი მაპია, solo nugget mapი. ერთადერთი რაც შეგიძლია მანდ არის poison-ების დაკრატვა და ცალკე leaderboard-ების ნახვა. ეს დროს არ აჩვენებს, მაგრამ რამდენი დააჭირეთ და რამდენი დაატრიალეთ, მაგას აჩვენებს მოკლედ. ნუ დღეისათვის სულ ეს იყო. დროში რაც მოვასწარით, ეს იყო სულ რა. ჩემი თხოვნა იქნება, რომ ლინკზე გადახვიდეთ და შეამოწმოთ თამაში, ასევე დამეწერეთ კომენტარებში თუ რეები შევაკეთო, ან ვაფშე დავამატო რა. თქვენთან იყო რაზორებარი და დროებით.